ხო, რა არის იცით, ხა ჩვენ ხშირად გვისაუბრია იმაზე, რომ ქართული ოცნება ეს არ არის პარტია, ხო, ეს არის რაღაცა ესეთი სექტა, მონოთეისტური სექტა, სადაც ყველა დოგმა, ხო, რაც რელიგიებისთვის უნივერსალურია და დამახასიათებელია, ყველა დოგმა მოქმედებაშია, ხო? და ერთ-ერთი არის ესეთი, როდესაც გიჭირს ლოცვა უნდა გააძლიერო, ხო? ანუ, როდესაც რაღაცა პრობლემა გაქვს, ლოცვა უნდა გააძლიერო და მოგეცემა, რასაც ქვია. და დაახლოებით ამ ისტორიასთან გვაქვს საქმე და ეს არის პირველი შემთხვევა ჩვენ ეს არის კობახიძეს უჭირს პერსონალურად და ლოცვა აღავლინა იმისთვის, რომ ეს ცოტა ხანი მაინც იყოს მისი, ეს ვთქვათ, გზის გამკვალავი ეს. სავარაუდოდ, ესე უნდა ვივარაუდოთ, აი ამ ესე რომ ვთქვათ, სექტანტური, აი ამ ვითომ პოლიტიკის სექტანტური ბუნებიდან გამომდინარე. ეს უნდა ვფიქრობთ, რომ შეიძლება ივანიშვილს რაღაც დააკლდა გუშინდელ ეთერში. სხვათა შორის კობახიძე ახსენებდა გუშინდელ დებატს და ასევე შაბათს იმედზე დებატს, სადაც თეაწულუკიანი იყო იმ დებატებში და ივანიშვილის როლზე ისე საუბრობდა, რომ მე მგონი რამეს დამატება იქ განსაკუთრებული წესით საჭირო არ უნდა ყოფილიყო. ეს არის მანტრები, გასაგებია, შეიძლება დააკლდა, შეიძლება ეს უკვე ესეთი ნიუანსებია, დეტალებია, ხო, არ მგონია რომ ეხა ბიძინა რაღაცა თვითონ ამ ყველაფერში შედიოდეს და რაღაც იმაშვებოდეს, ხო? ის ყველაფერი ამაზე მაღლა დგას და ამ ლოცვებს იღებს როგორც დამსახურებულ, ესე რომ ვთქვათ, შეწირვას, მსხვერპლ შეწირვას, ხო? ხო და მე უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ საერთოდ ბიძინა ივანიშვილი როგორ ვითარდებოდა მოვლენები, ხო? მე ვიყავი ფაქტიურად ბოლო ადამიანი, ვინც მასთან რეალურად გამართობდა. ისე კი არა, დღეს ვითომ რომ რაღაცას განიხილავენ და მე ბიძინა რა სიტყვის მაინც იმას აკეთებენ, ხო? კვირიკაშვილიც გამართობდაო ამბობენ, ვთქვათ. ეკონომიკურ საკითხებში კი, მაგრამ პოლიტიკაზე არასოდეს. მეცაც გეტყვით კვირიკაშვილი პოლიტიკაში არ ერეოდა, რასაც ქვია, ხო? გახსოვს ჩვენ როგორ გაურბოდა პოლიტიკურ კითხვებს. ის გაწესებული იყო მხოლოდ როგორც ეკონომიკის კურატორი, ხო? პოლიტიკურ პროცესთან მას არანაირი დმა არ ქონია. და ბიძინა იმ ეტაპზე საინტერესო ისტორიას მოგიყვებით, მაშინ მოკლედ ძალიან, ხო? იმ ეტაპზე ამას იღებდა, ამ კამათს იღებდა, რაღაც ზოგჯერ ხმამაღლაც ქვიკამათია, დაძაბულა კიდევაც ვითარება, მე ამაზე წიგნში მიწერია კიდევაც, ხო? ხო და რატომ იმიტომ რომ ის მაშინ სხვანაირად ფიქრობდა, ის იწოვდა რაღაცებს და მე რომ მოვდიოდი, აი ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო ფაქტიურად, როდესაც საბოლოოდ გამოუცხადე რომ შეუძლებელია მე ამ სისტემაში ვეღარ დავრჩები და მე უნდა წავიდე, მანამდე ერთი თვე რა ეს მიწილო მიდიოდა, ის მაინც ცდილობდა რომ შევინარჩუნებინე და ბოლოს რომ გამოუცხადე რომ დამთავრდა მე მივდივარ რომ აცილებდა გზაში მითხრა რომ იცი რას გეტყვიო ადრეო მე ესეთი ურთიერთობა მქონდა რომ ხალხს არ ვიცნობდიო რაღაცები არ ვიცოდიო და ამიტომ ეს კომუნიკაციაო ხო ანუ დიალოგები რაღაცას მაძლევდაო და ეხლა უკვე აღარაფერი აღარ მჭირდება ეხლა 98% ვარ მეო და გარე სამყაროდან ვიღებ 2%-ს მაშინ მე ამას ყურადღება არ მივაქციე ხო ფაქტობრივად იმ დღიდან აი ჩემი ეხლა მე ჩემ პერსონალს არ უშავ ხაზს ხო უბრალოდ ესე დაემთხვა შეიძლება და ეხლა რაღაც არ ვიპრანჭები რასაც ქვია ხო უბრალოდ ყვები რეალური ისტორიას და ფაქტობრივად მან მაშინ დაიწყო აი ამ პარტიის ესე რომ ვთქვათ რელიგიურ ორგანიზაციად სტრუქტურირება ხო ერთი ღმერთით და მრევლით იმიტომ არ არის ის ინსტიტუციონალიზებული რატომ არ უნდა მას თანამდებობაზე ჯდომა იმიტომ რომ ეს ამსხვრევს გაადამიანურებს ხო გაადამიანურებს ანუ მიწაზე რო ფეხი დადგას ხო მაშინ შეცდომებზეც ესე რომ ვთქვათ შეცდომები ხო ბევრია და შეცდომებზე ის ხო არ არის პასუხისგებელი ესენი არის მაგრამ თუ ის ყველამთავარი გადაწყვეტილების მიმღებია sabოლოოდ როგორც კობახიძე მოგვიყვა რომ კამათის შედეგად მაგრამ ბოლოს მაინც მისი აზრი იმარჯვებს ეს ნიშნავს რომ ყველაფერზე პასუხისგებელი არის აი ზუსტად საინტერესო თემას მივადექით ეს უნდა მეთქვა მე ესედაც ხო
კობახიძე როგორც ჩანს მთლად ესე რომ თქვა მორწმუნე ასე ღრმად მორწმუნე არ არის ხო ის ათეისტური ელემენტები მასში არის როგორც ჩანს და ტექნიკურად გუშინ თავარი მაინც ის იყო მთელ მის აი ამ პანეგირიკში ხო თუ ოდაში როგორც არის თავარი ის იყო რომ ტექნიკურად პასუხისგებლობა ყველაფერი შეტენა ბიძინას ხო ათო და ადიდა მაგრამ თქვა რომ თუ რამე ცუდი ხდებოდა ამ ქვეყანაში ყველაფერი ბიძინას ბრალიაო ხო იმიტომ რომ ჩვენ ვეკამათებოდითო თან ესეც თქვა რომ ჩვენო კამათობდითო მაგრამ საბოლოო ჯამში იმის აზრი იმარჯვებდა ანუ ხო კობახიძეს რომ დაჭირდეს ხო დაუშვათ პროკურატურაში თუ დაიბარებენ და ალბათ დაიბარებენ ხელისუფლება რომ შეიცვლება იტყვის რომ მე რა ვქნა მე პატარა კაცი ვიყავი მე ვეუბნებოდი რომ ესენი არ დაგვეჭირა რომ არ შეიძლებოდა პოლიტიკოსების დაჭერა მაგრამ ნუ ეხა ვერ მოვერიე ბიძინას რა დღევანდელი ბრიფინგის ავტორი ამ ტიპის აგნოსტიკოსია როგორც ჩანს. ხო, აგნოსტიკოს კიდე ეჭვებარება ღმერთია თუ არა და ამას ზუსტად იცის რომ ბიძინა ღმერთი არ არის, მაგრამ ეშინია და აღიარებს მას ესე რომ ვთქვათ ვერბალურად აღიარებს ღმერთად. აი ეს ხდება, მეტი არაფერი. კი ბატონო, კიდე რა გავიგეთ დღევანდელი ბრიფინგით სისტემის შიგნით არსებულ ვითარებაზე? ნუ არ ვიცი, იცით ახლა მე სიმართლე გითხრათ, არც მიყურებია ეს ბრიფინგი, ჰედლაინები ვნახე, ხო? კი ბატონო, ჰედლაინები ეს იყო ძირითადად აღწერა ვითარების, რომ შესაძლოა თუ არა, ბატონო, მაშინ ასე დავსვამ კითხვას, შესაძლოა თუ არა ეს უკავშირდებოდა, იმიტომ რომ თავარი ერთ-ერთი პრეტენზია დებიძინიზაცია, დეოლიგარქიზაცია რაღაცნაირად უკავშირდება, რომ ივანიშვილი რაღაც სისტემის გარეთ ზედამხედველი ყველაფერზე და კობახიძემ დღეს თითქოს აი ამოავლო ამ საფანელში აი ამ ოდა გააკეთა ამ ქებადიდების და ხოტბის საფანელში, მაგრამ თავარი თქვა, რომ ის ინსტიტუციური პირიაო, კაცო პარტიის საპატიო თავმჯდომარეა და პოლიცსაბჭოს წევრი და გადაწყვეტილების მიღების პროცესს ესწრება და მონაწილეობს და მოკლედ არაფერი სისტემის მიღმა არ არის. არა, ნუ ეხა ინსტიტუციონალიზებული ბიძინა რო არ არის, ეხა ეს საკამათო არ არის. არა, ეს ამის თქმას ხომ არ ცდილობდა თქვა ამას გიკითხები. ნუ რა არის იცით მე მაინც აი ორ თემაზე გავამახვილებ ხო მისი ამ ესე რომ ვთქვათ გამოსვლიდან ყურადღებას პირველი მან თქვა რომ მათ საზრუნავი ადამიანია ხო ხალხია და ამას ამბობს ადამიანი აი იგივე დუშენის დაავადებულ ბავშვების თემაზე ვიტყვი ხო სადიზმამდე მივიდნენ ანუ იმდენი იჭიდავეს ამ თემაზე და იმდენი აიგნორირებიდან დაწყებული შეურაცხყოფები და ესე რომ ვთქვათ 1000 ტალახი ესროლეს ხო რომ დაინახეს რომ რაღაც ძალას ეთაკებოდნენ მე რაღაცნაირად შეეცადნენ შეეცვალათ ხო ეხა ეს ადამიანი როგორ შეიძლება ამბობდეს რომ მათი მთავარი საზრუნავი არის ადამიანი ეს ხო სრული აბსურდია მეორე ამერიკელებთან დაკავშირებით როგორც ჩანს იქ რაღაცა მთლად კარგად არ არის საქმე და ეხლა გუშინ ჩვენ ნახეთ ხო ამერიკაში რა პროცესიც მიდის და ამერიკელებს ესეთი საყვედურნარევი ის იყო რომ თურმე ამერიკელები ითხოვდნენ რომ ბიძინას ესე რომ ვთქვათ და ინსტიტუციონალიზაცია რომ დაბრუნებულიყო დაბრუნებულიყო პოლიტიკაში ის მაშინ ციტირებას მოვიყვან და გაეკეთებინა ის რაც უნდა გაეკეთებინა. აი წარმოიდგინეთ ხო ეს რას ნიშნავს იცით რომ კობახიძემ უსაყვედურა ამერიკელებს რომ ბიძინას მოთხოვეს რომ ცოცხლად ემღერა და არა ფონოგრამაზე. ხო ნახეთ თქვენი სტატუსი დიახ. ხო აი ხო წარმოგიდგენიათ აი ამ მარაზმში ვართ რა და აი ამას აჭმევენ თან ყველაფერთან და ძალიან ბრიყვები არიან. ეხლა სულ მეუბნებოდნენ რომ ეს ნიჭიერი ბიჭია კობახიძე კი გასაგებია სოციოპატია ამას მიდასტურებენ რომ პოლიტიკური სოციოპატია მაგრამ აი ნიჭიერია უდაოდა რა ისეთი რაღაცები იბოდიალა ან ძალიან დაბალი წარმოდგენის არის ადამიანებზე რომ ყველაფერ აბსურდ შეჭამენ რაც არ უნდა თქვა ხო ეხლა ამერიკელები თუ ბიზნესგან ითხოვდნენ რომ პრემიერ-მინისტრად დაბრუნებულიყო მეც ამას ვამბობ და ეს არის სწორი ხო ინსტიტუციონალიზაცია მართლობის ეს არის დემოკრატიის მთავარი ფუნდამენტური პრინციპია
და როდესაც და მართველი ამის ახსნას ხომ არ ცდილობდა რომ ისედაც ინსტიტუციონალიზებულია მისი არა ის რას ცდილობდა ერთია, მაგრამ რანაირად არის ინსტიტუციონალიზებული, ბიჭო. ადამიანი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს ჩვენი კონსტიტუციით არის პრემიერ-მინისტრი. გადაწყვეტილებების მიმღები პირი არის პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი. რანაირად არის ბიძინა ინსტიტუციონალიზებული, ვერ გავიგე. პარტიული წესდებაც კი ვერ ანიჭებს მას რამე განსაკუთრებულ როლს პრემიერის შერჩევის გარდა. თავმჯდომარეც რო იყოს ბიძინა, მაინც ინსტიტუციური დომხალი გამოდის, კაცო. გადაწყვეტილებების მიმღები პირი ქვეყანაში არის პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი. ბიჭო, ეს ამბობს რომ ძირითადად ბიძინას აზრი იმარჯვებს, ანუ ბიძინა იღებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ პრემიერ-მინისტრი ვარ მე, რანაირად ვერ გავიგე რა. როგორ ხდება, როგორ შეიძლება ეს რაღაცა ხდებოდეს, ხო? ეს ხო ინსტიტუციური მანკიერებაა. ეს ის არის, რასაც მისგან ელოდნენ დღეს, რაც მან თქვა. ხო, არ ვიცი ეხა მისგან რას ელოდნენ რა, არ ვიცი, აი რა მკითხეთ ეს გავიგე. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს არის ვერსია, რომ ეს ივანიშვილს რაღაც არ მოეწონა გუშინდელ დებატებში და ეს თქვეთ ნუ ბიძინა საერთოდ როგორ იყო, იცით, აი პირველ ეტაპზე, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ურთიერთობა, ის აბსოლუტურად ნორმალური პროდასავლელი და ძალიან ლიბერალი და ბიძინა ყველა ჩემზე ლიბერალურად გამოიყურებოდა იმ პერიოდში, მათ შორის სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით. მე უფრო რაღაცა თავშეკავებული ვარ ამ თემასთან დაკავშირებით, ვიდრე ის, ხო? და ვერ იტანდა საერთოდ დიფირ ამბებს და ამ ლიქნელობას. ვერ იტანდა ვინმე თუ გაბედავდა, შებედავდა და ეს რაღაცა სიტყვა და უბრალდებოდა. ეს იყო პირველი ეტაპი მისი მოღვაწეობის, როდესაც ადამიანები ჯერ კიდევ ცდილობდნენ რომ ესე რომ ვთქვათ, რამე კარგი გაეკეთებინათ, რომ ბიძინა შეექო ისინი, ხო? ანუ ბიძინასთან რაღაც დაემსახურებინათ შექება. მაგრამ ძალიან მალე, აი ჩემი წამოსვლიდან მე როგორც ვაკვირდებოდი გარედან სიტუაციას, რაღაც 60 თვეში მოხდა იცით რა? ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ მაგიდასთან იჯდნენ, უკვე არათუ ცდილობდნენ რომ რაიმე ინიციატივა შეეთავაზებინათ ან რაღაცა, ერთადერთი მათი პროფესიონალიზმი გამოიხატებოდა იმაში, რომ მიმხვდარიყვნენ ბიძინას რა ეს სიამოვნებოდა და ის შეეთავაზებინათ. და დღემდე ესეა, აი ამაში დაოსტატდნენ ყველა, ხო? აი რო ზიან ბიძინასთან და ბიძინა რო რაღაცას ამბობს, ხო? ესენი ცდილობენ რომ რამე ისეთი უთხრან ბიძინას. ისეთი აზრი მიაწოდონ, ხო, რაც ბიძინას ესიამოვნება. კი ბატონო, თქვენ რომ დროს აღწერთ, იმ დროს მას შეიძლება ყველა რა თქმა უნდა, მაგრამ დიდწილად აქებდნენ. ეხლა სხვა დროა და შეიძლება მას ამის დეფიციტი აქვს. და ესენი უსებენ? არ ვიცი. არა, ბიძინას მაშინ როგორ აქებდნენ, კაცო, ბიძინას მაგინებლებისგან ბიჭო, არასდროს არ აკლდა პრინციპში, მაგრამ ნაცი იყო, რანაირად აქებდნენ ეხლა. კი, რა მეც ეხლა დიფირ ამბებს ნამდვილად არ უმღეროდი, მაგრამ მე იმედი მქონდა, მე თუ მასზე რამე პოზიტიურს ვამბობდი, მე გულწრფელი ვიყავი მაშინ, ხო? რა თქმა უნდა, ხარვეზებს ხედავდი, მაგრამ ადამიანი ყველაფერში მოგყვებოდა, ჩვენ პარტნიორები ვიყავით. ჩვენ უფროს-უმცროსობის ურთიერთობა არასოდეს არ გქონია, ხო, ესეთი. და დღეს რო ამბობენ რომ აი ვიღაცა რო იტყვის რომ აი რაღაცა და აი ბიძინას გვერდზე იყავი და როგორ უღალატე ბიძინას და თქვენ კაი ადამიანებო ბიჭო თუ ღალატზე საუბრობთ ბიძინამ უღალატა ხო ყველაფერს რატომ იმიტომ რომ ჩვენი პარტნიორობა შედგა პირად სიყვარულზე კი არ შედგა პრინციპების ერთგულებაზე დიდი ბოდიში მაგრამ მე დღეს იგივე პრინციპებზე ვდგევარ რაზე ჩვენ შევთანხმდით, მან უღალატა იმ პრინციპებს. კი ბატონო. ეს არის პრობლემა. ჩვენ შორის მოღალატე ბიძინაა, მე კი არა ვარ. და ეს არ ესმით ადამიანებს. პირად ერთგულებაზე აგებული კონსტრუქცია, ეს არის მაფიოზური კონსტრუქცია. მაფია მუშაობს ესე. ხო, რომ პირად ერთგულებაზე ბოსი ყოველთვის მართალია. კი ბატონო. ხო? და პოლიტიკა ესე არ არის. პოლიტიკაში ადამიანები იკრიბებიან პრინციპების ირგვლივ და ვინც ამ პრინციპებს ღალატობს, ის არის მოღალატე. კი ბატონო, მადლობა. ბატონო, გეკითხებით, მე ვარ მოღალატე თუ ბიძინა, გაეცით თქვენ თავს პასუხი და ვიქართ თქვენ თვითონ როცა ესე მსჯელობთ.